წააგო თუ მოიგო ტრამპმა ირანთან ომი. დღეს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. შევხედავთ მოვლენებს რეტროსპექტივაში, გავიხსენებთ რა იყო ამერიკის დაპირება, რას ელოდა მისგან მსოფლიო და რა შესრულდა რეალურად. ცლად 21 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ომის შედეგებზე სასაუბროთ ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვერთდება. ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. როცა 28 თებერვლის დილით საქართველოს დროით 10 საათსა და 20 წუთზე აშშ-მ და ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს, ერთ-ერთი პირველი გახდით საქართველოში, ვინც ამ თემაზე დაწერა. წამებში ცვალებად სიახლეებს ვაკვირდებოდი, როცა მოულოდნელად დონალდ ტრამპმა თავისი 8 წუთიანი მოხსენება გაავრცელა და გვამცნო, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციები დაიწყეს. ჩვენი მიზანია დავიცვათ ამერიკელი ხალხი ირანის რეჟიმისაგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრის გზით. ეს არის ძალიან სასტიკი და საშინელი ადამიანების ბოროტი ჯგუფი. მათი მუქარის შემცველი ქმედებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს შეერთებულ შტატებს, ჩვენს ჯარებს, საზღვარგარეთულ ბაზებსა და ჩვენს მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში. მიმართვა, რომლის მცირედი მონაკვეთიც ახლა მოგასმენინეთ, არის საუკეთესო დოკუმენტური მასალა იმის გასახსენებლად, თუ რეალურად რა მიზნებს ისახავდა დონალდ ტრამპი ომის დაწყების წინ. ესენი იყო პირველი, ირანში რეჟიმის ცვლილება, მეორე, ირანის საზღვაო ძალების სრული განადგურება, მესამე, ამ ქვეყნის სარაკეტო არსენალის მიწასთან გასწორება, მეოთხე, თეირანის მხრიდან ტერორისტული დაჯგუფებების ჰესბოლას, ჰუსიტებისა თუ ჰამასის დაფინანსების სამუდამო შეზღუდვა და მეხუთე, ირანის ბირთვული ამბიციების საბოლოო დასრულება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს გამოაცხადა ტოტალური ომი ირანის წინააღმდეგ, რომელიც სპარსეთის ყურეში გეოპოლიტიკური ვითარების სრული გარდაქმნით, ირანელი ხალხის რეჟიმის მატყუჟებიდან გასთავისუფლებით და ისრაელის მთავარი დაუძინებელი მტრის განეიტრალებით უნდა დამთავრებულიყო. მე რომც არაფერი დავამატო, თავადაც მიხვდებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და ზე სახელმწიფომ ყველა დასახული მიზნის შესრულება ვერ მოახერხა. თუმცა ვალდებულები ვართ მივყვეთ საკითხებს და მაინც ვახსენოთ თუ რას მიაღწია ტრამპმა ამ ომით. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით სამთვიანი კონფლიქტი აშშ-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სამხედრო თვალსაზრისით განადგურდა სხვადასხვა ტიპის 161 ირანული სამხედრო გემი. ანუ ფაქტობრივად ქვეყნის მთელი საზღვაო ძალები. მიწასთან გასწორდა ირანის საჰაერო ძალების 82%. დაიღუპა ისლამური რევოლუციის გულშაქთა კორპუსის 3000-მდე მებრძოლი. ასევე იმდენად შეიზღუდა ირანის სარაკეტო შესაძლებლობები, რომ თუ ომის დასაწყისში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა მიემართებოდა რეგიონის სახელმწიფოებისა თუ ისრაელის წინააღმდეგ, ბოლო კვირებში მაჩვენებელი ერთეულებამდე შემცირდა. გამოდის 5 დასახული მიზნიდან ტრამპმა 2-ის მეტწილად მიღწევა შეძლო. თანაც შეძლო თითქმის უდანაკარგოდ, რადგან ჩამოვარდა მხოლოდ 1 აპაჩის ტიპის შეუმფრენი, 4 F-15 ტიპის გამანადგურებელი, ასევე 40-მდე მცირე თუ საშუალო ზომის სამხედრო ხომალდი, დაიღუპა სამწუხაროდ, მაგრამ 13 ჯარისკაცი და დაიჭრა 500-მდე ამერიკელი. ცხადია, ომმა რეგიონში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის არსენალი საკმაოდ გამოფიდა, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, როცა ვსაუბრობთ ომზე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც უზარმაზარი სარაკეტო მარაგები აქვს. თუმცა, რასაც დიდი მცდელობის მიუხედავად თეთრი სახლი ვერსად გაექცა, ეს ირანის პარტიზანული საომარი ტაქტიკა იყო. სწრაფმავალი კატარღების, საზღვაო ნაღმებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატების სტრატეგიული კომბინაციით თეირანმა ძილი დაუფრთხო რეგიონში ყველას. ისრაელიდან კატარამდე და აზერბაიჯანიდან საამიროებამდე. რაც მთავარია, ამ არაკონვენციური შეიარაღებით ირანმა შეძლო და მაინც ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, ანუ ზონა, რომელზეც გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების 20%-ია დამოკიდებული. თანაც ისე ჩაკეტა, რომ მას ომის გზით ვეღარაფერი უყო ამერიკამ. ვინც ასე არ ფიქრობს, შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მიუხედავადაც კი თითქმის ყველა გემმა, რომელმაც ირანის უნებართოცა და მისი გადაკვეთა, სამახსოვრო ნაიარევიც მიიღო, თუ იქვე არ ჩაიძირა. საბოლოოდ აშშ-ს იმ ჰორმუზის სრუტის გამოვაჭრება მოუწია, ომამდე რომ არავისი საკონტროლებელი არ იყო. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ ეს მონაკვეთი, ტრამპმა 5-დან 2 მიზანი მეტწილად კი შეასრულა, თუმცა შუა ომში ერთიც დაიმატა, ჰორმუზის სრუტის გახსნა. ამ უკანასკნელის შესრულებას კი ირანის გარეშე თავი ვერ გაართვა. სხვათა შორის, კიდევ ბევრ რამეს ვერ გაართვა თავი დონალდ ტრამპმა. მოდი ჯერ გავიხსენოთ ერთი მონაკვეთი პრეზიდენტის 28 თებერვლის გამოსვლიდან და შემდეგ გავაგრძელოთ.
ისლამის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის შეიარაღებული ძალებისა და ყველა პოლიციელის მისამართით ახლა ვამბობ, რომ თქვენ უნდა დაყაროთ იარაღი, რათა მიიღოთ სრული იმუნიტეტი, ან ალტერნატივის სახით შეხვდეთ გარდაუვალ სიკვდილს. ასე რომ დაყარეთ იარაღი, მოგექცევიან სამართლიანად და სრული იმუნიტეტით, ან შეხვდებით გარდაუვალ სიკვდილს. და ბოლოს, ირანის დიად და ამაყ ხალხს ვეუბნები, რომ თქვენი თავისუფლების საათი მოახლოებულია. დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ სახლიდან, გარეთ ძალიან სახიფათოა. ბომბები ყველგან ჩამოცვივდება. როდესაც ჩვენ დავასრულებთ, ძალაუფლება თქვენ უნდა აიღოთ ხელში. ის უკვე თქვენი იქნება. ირანის დიად და ამაყ ხალხს ვეუბნები, რომ როცა ჩვენ დავასრულებთ, ძალაუფლება თქვენ უნდა აიღოთ ხელში. ის უკვე თქვენი იქნებაო. ასე თქვა ტრამპმა. რეტროსპექტივაში ეს სიტყვები უკვე ირონიულად ჟღერს, რადგან 100 დღიანი ომის მიწურულს ტრამპის იმედად მყოფ მილიონობით ირანელს რეჟიმი დასრულებული კი არა, დასუსტებულიც კი არ დახვდა. აშშ და ისრაელმა მართალია ამოწყვიტეს ირანის ძირითადი გენერალიტეტი და მოკლეს აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ისედაც მალე მოკვდებოდა, თუმცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ერთით ჩაანაცვლა და მეორეც, თანაც იმის შვილით. მასუდ პეზეშკიანი, მოჰამედ ყალიბაფი თუ აბას არახჩი ისევაც ტელევიზორიდან მოძღრავენ ხალხს. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპის 5 მიზნიდან ერთ-ერთი უმთავრესი ირანში რეჟიმის ცვლილება არ გამოვიდა. აშშ ირანის სამშვიდობო დოკუმენტში კი პირდაპირ ჩაიწერა, რომ ამერიკა ირანის შიდა პოლიტიკაში აღარასოდეს ჩაერევა. გადავიდეთ შემდეგ მიზანზე. ბირთვული იარაღის საფრთხის განეიტრალებაზე. ხო, ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი ქვაკუთხედი ამ ომისა სწორედ ამ საკითხის და თემის ჩახურვა იყო. აქ საკითხავი ის ხდება, რამდენად რეალურად და საბოლოოდ მიაღწია ამ შედეგს ტრამპმა დადებული შეთანხმებით. ერთი შეხედვით ეს მოხერხდა. აშშ ირანის გარიგებაში წერია, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს როგორც მესამე მიუკერძოებელი და სანდო მხარის ჩართულობით, ირანში ამჟამად ჩამარხული გამდიდრებული ურანის მარაგები ირანშივე განეიტრალდება და ეს მართლაც მიღწევაა. აი, რაც შეეხება სამომავლოდ შექმნის საფრთხეს, ამ ხრივ დოკუმენტში საინტერესო რამ წერია. ინგლისურ ვერსიაში ვკითხულობ, Iran reaffirms, ანუ ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არაპირებს ბირთვული იარაღის შექმნას, ან შეძენას. ეს რას ნიშნავს, წარმოიდგინეთ, ანუ აქამდე ან მას ჰქონდა ბირთვული იარაღის შექმნის სურვილი და არ გამოუვიდა. ან უბრალოდ ამერიკა დათანხმდა იმ ქვეყანას და იმ ქვეყანასთან მოაწერა ხელი, რომელიც ფაქტობრივად უკვე ერთხელ მოღალატე გამოვიდა და მან საკუთარი სიტყვა გატეხა. ეს რას ნიშნავს ამერიკისთვის თავად განსაზღვრეთ. სანაცვლოდ კი, თეირანს, რომელმაც სიტყვა გატეხა, ისტორიაში დაწესებული ყველა სანქცია მოეხსნება. ნავთობის უპრობლემოდ გაყიდვაც შეეძლება და რაც მთავარია, გაყინულ 20 მილიარდსაც ეტაპობრივად მიიღებს. და იმ 300 მილიარდიანი დახმარების ფონდითაც ისარგებლებს, რომელიც მისი ეკონომიკის აღდგენასაც შეუწყობს ხელს. მოკლედ, ტრამპის მიერ დასახული 5 მიზნიდან უკვე მეოთხეც ვახსენეთ და ამჟამინდელი მოცემულობით მას შესრულებულიც ეთქმის. ამჟამინდელი მოცემულობით. თუმცა, ამ ამბავში ყველაზე ცუდი რამ რაც მოხდა, არის ის, რომ ირანის თვალში ყოველი შემთხვევისთვის ამ ეტაპზე თავად ბირთვულმა იარაღმაც დაკარგა ფასი, რადგან მისი ბირთვული იარაღი გახდა ჰორმუზის სრუტე, როცა მოუნდება ჩაკეტავს და ამოაყირავებს მსოფლიოს. ის 5 მიზანი ხომ გახსოვთ 28 თებერვალს რომ დასახა ტრამპმა. ახლა მას უკვე ისრაელთან ურთიერთობების დასტაბილურებაც და ნდობის ძველ ნიშნულამდე დაბრუნებაც დაემატა. იმიტომ რომ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც იყო მათ შორის იყო ტერორისტული ორგანიზაციების ფაქტობრივად ირანის დახმარების გარეშე დატოვება, ჰამასი, ჰუსიტები და ჰეზბოლა სამივე ადგილზე არიან. გასაგებია, რატოც არიან ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებაში ტრამპი და ნეთანიაჰუ. რა იქნება მომავალში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თემაში ჩართული ლიდერები გაიაზრებენ პროცესს და მომხდარსაც. აი, დასკვნის გამოტანა და პასუხი კითხვაზე, მოიგო თუ წააგო ტრამპმა ამ დაპირისპირებით ირანთან. თქვენთვის მოგვიდია.